ჩემო ძვირფასებო, მოგესალმებით ყველას მადლობას მოგიხდით არხის გამოწერისთვის, კომენტარებისთვის, განსაკუთრებული მადლობა ჩემო ძვირფასებო და ვისაც არ გამოგიწერიათ, თხოვნა მაქვს გამოიწეროთ. ახლა მინდა გავაკეთო ასეთი გაშლა ახალ ურთიერთობაზე, ახალ ნაცნობზე ჩემო ძვირფასებო. თუ გაქვთ ახალი ნაცნობობა და არ იცით რა იქნება შემდეგ, ხო როგორი პიროვნება კარგად არ იცნობთ. მოდი ვკითხოთ ამის შესახებ ჩვენს ტაროს და ვნახოთ ნაწილობრივ მაინც გვითხრას მის შესახებ რა ხდება მის თავს, ვინ არის ეს პიროვნება, ვისთანაც გაქვთ ახალი ნაცნობობა, ურთიერთობა და გავიგოთ ნაწილობრივ მაინც რაღაც წარმოდგენა შეგვექმნას იმ პიროვნებაზე, ვისთანაც რაღაც ახალ ურთიერთობაში იმყოფებით ჩემო ძვირფასებო. გაშლა არის პოზიციებით და ვნახოთ ხო მომზადებული მაქვს კითხვები და ვნახოთ. მოусმინეთ თავდაპირველად თქვენს ენერგიებს, თქვენი პიროვნების ენერგიებს, იმ პირის ენერგიებს, ვისაც ფიქრობთ და ვნახოთ რას გვეტყვის შემდეგ ტარო. მას ასე, როგორ ენერგიებში იმყოფება ჩემი მაყურებელი, ვისთვის არის ეს გაშლა ჩემო ძვირფასებო, თუ სიგნიფიკაცია თქვენთან არ რეზონირდა, მაშინ ეს გაშლა არ არის თქვენი ჩემო კარგებო და ისევ ვიმეორებ, ეს გაშლა არის ახალ ნაცნობზე, ახალ ნაცნობობაზე, ახალ ურთიერთობაზე, ახალ დაწყებულ ურთიერთობაზე ერთი სიტყვით და ვნახოთ. თქვენი სიგნიფიკაცია როგორ გხედავთ ამ მომენტისთვის ტარო თქვენ, ვნახოთ თქვენი სიგნიფიკაცია. შემდეგ მეორე კითხვა, ვისაც ფიქრობთ პარტნიორი პიროვნება, როგორ ენერგიებშია ამჟამად თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. შემდეგი კითხვა, რა ეტაპზეა ურთიერთობა ამჟამად, რა ეტაპზეა ურთიერთობა, ხო თქვენი ურთიერთობა იგულისხმება რა ეტაპზეა ამჟამად, ვნახოთ რა ეტაპზეა. შემდეგ, რას ფიქრობს პიროვნება თქვენზე, რას ფიქრობს პიროვნება ამჟამად თქვენზე, რას ფიქრობს თქვენზე, მომდევნო კითხვა, რას ფიქრობს თქვენზე. შემდეგ, რა ემოციას განიცდის თქვენთან ურთიერთობით ან ფიქრით, როცა თქვენზე ფიქრობს, ხო? რა ემოციას განიცდის პიროვნება თქვენთან ურთიერთობით ან ფიქრით. შემდეგი კითხვა, მისი რეალური ინტერესი თქვენთან მიმართებაში, მისი რეალური ინტერესი თქვენთან მიმართებაში. შემდეგ, რა უნდა იცოდეთ ამ პიროვნებაზე, რა უნდა იცოდეთ ამჟამად ამ პიროვნებაზე. ჩანდეს რა თუ არ ჩანს, შემდეგ იმასთვის როცა გავხსნი არკანებს დაგანახებთ ჩემო ძვირფასებო. შემდეგი კითხვა, როგორ გაგრძელდება ურთიერთობა, პერიოდი თავად ჩაიფიქრეთ, მე ვიტყვი 2 თვეს ან 1 თვეს, თქვენ თავად ჩაიფიქრეთ პერიოდი ჩემო კარგებო. და შემდეგ არა, უბრალოდ რა უნდა იცოდეთ ამ პიროვნებაზე, უკაცრავად რა უნდა იცოდეთ ამ პიროვნებაზე. არა, მაპატიეთ, ჯერ არ გამიხსნა კარტები, მისი ზრახვები, ანუ მე-7 შეკითხვა იქნება რა ზრახვები ამოძრავებს პიროვნებას თქვენთან მიმართებაში, შემდეგ იქნება რა უნდა იცოდეთ ამ პიროვნებაზე და ბოლოს მე-9 არკანი იქნება, თქვენი, ასე ვთქვათ, როგორ გაგრძელდება ურთიერთობა 2 თვის ვადაზე, ჩემო კარგებო. მაშ ასე დავიწყოთ, მოусმინეთ, როგორც უკვე ვთქვით, თქვენს სიგნიფიკაციას, თუ საჭირო გახდება დავამატებ არკანებს და ვნახოთ. პირველი ასე ვთქვათ, კითხვა. პიროვნების ენერგია ამჟამად, თქვენი პიროვნების ენერგია, ჩემო ძვირფასებო, ვისთვის არის ეს გაშლა, ვისთვისაც კეთდება ეს გაშლა, ანუ თქვენი ენერგიები ამჟამად როგორია, ვნახოთ. ამოვიდა ფორტუნას ბორბალი, ჩემო ძვირფასებო, ფორტუნას ბორბალი. როგორ ენერგიებში იმყოფებით? პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს არის ცვალებად ენერგიებში ხართ, შესაძლებელია 1 წუთს კარგ ხასიათზე ხართ, მეორე წუთს გქონდეთ რაღაც ხასიათის ცვლილება, შესაძლებელია მოუსვენრობაში ხართ, ერთ ადგილას არ ჩერდებით, ძალიან ისეთი მოძრავი პიროვნება ხართ. ასევე ფორტუნას ბორბალი მიგვანიშნებს იმას, რომ შესაძლებელია ამ ეტაპზე რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილების პერიოდი იდგეს თქვენს ცხოვრებაში, რაღაც ახალი იწყებოდეს. ანუ იცით როგორ არის, მუდმივად რაღაც სულ ცვლილებებში ხართ და ან გწყურიათ ეს ცვლილება და დაინტერესებული ხართ რაღაცნაირად, რომ რაღაც შეიცვალოს თქვენს ცხოვრებაში. ასევე ეს არკანი გვეუბნება იმას, რომ შესაძლოა ამ მომენტისთვის თქვენ ყველაფერს ვერ აკონტროლებთ, არ გაქვთ
სიტუაციებზე მართვის კონტროლი, ასევე შესაძლოა თქვენს ემოციურ ფონსაც, ემოციურ მდგომარეობასაც ვერ აკონტროლებთ. მუდმივად ცვლილებებს განიცდით როგორც შინაგანს, ასევე ხდება რაღაც ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში, ჩემო ძვირფასებო. არ არის გამორიცხული, რომ შესაძლოა ზოგიერთი თქვენგანი გადიოდეს რაღაც კარმულ პერიოდს, ზოგიერთი, ხო, ყველასთან ერთი და იგივე არ იქნება. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს არის საჯარო გაშლა, ასე რომ თუ გეცნოთ საკუთარი თავი, მაშინ გააგრძელებთ ყურება, ანუ თქვენს ცხოვრებაში რაღაც გარდატეხის პერიოდია, რაღაც ცვლილებების პერიოდია. და შესაძლებელია ამას თქვენც გრძნობთ, მაგრამ ბოლომდე ასე ვთქვათ, თქვენც ვერ აკონტროლებთ რა როგორ მიდის, რა იქნება შემდეგ, ხო, სიტუაცია, როგორ განვითარდება. რაღაც ახალი ეტაპი იწყება თქვენს ცხოვრებაში, ან უკვე დაწყებულია, ჩემო ძვირფასებო. აი ესეთია თქვენი ენერგიები ამ მომენტისთვის. თუ გეცნოთ საკუთარი თავი, საკუთარი სიტუაცია, მაშინ გააგრძელებთ ყურება და ვნახოთ შემდეგი კითხვა. იმ პიროვნების ენერგია, ვისაც უყურებთ ამ გაშლას ამ მომენტისთვის, როგორ ენერგიებშია თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. ცხრიანი ხმალი, ჩემო ძვირფასებო. ცხრიანი ხმალი შესაძლებელია იცით როგორი ძლიერი შფოთვის, შინაგანი შფოთვის პერიოდი აქვს პიროვნებას, ძალიან შესაძლებელია რაღაცაზე იტანჯება, რაღაცას ნანობს, შესაძლოა ეს იყოს წარსულში დაშვებული რაღაც შეცდომები და იმაზე ფიქრი, ერთი სიტყვით ემოციურად განადგურებულ მდგომარეობაში. ვერ აკონტროლებს ფიქრებს, მუდმივად შესაძლოა რაღაც ნეგატიური ფიქრების ზემოქმედების ქვეშ არის, ნეგატიურ ენერგიებში, მაგრამ როგორ გითხრათ, იცით, ამ არკანით არ არის გამორიცხული, რომ ჯერ კიდევ პიროვნება არ არის მზად ახალი ურთიერთობისთვის, ჯერ კიდევ რაღაც სულიერი ბალანსის პოვნაშია და იმ ტკივილების, ასე ვთქვათ, მოშუშებაში, რომელიც შესაძლებელია მის ცხოვრებაში უკვე მოხდა, ჩემო ძვირფასებო. აი ასეთ ენერგიებშია. შემდეგი კითხვა, რა ეტაპზეა თქვენი ურთიერთობა ამჟამად? და ხუთიანი თასი ამობრუნებულ მდგომარეობაში, ჩემო ძვირფასებო. აქ როგორი მომენტია, იცით, შესაძლოა აქ ორივე მხარე ცდილობს რაღაცნაირად, რომ აი ეს წარსულთან დაკავშირებული რაღაც იმედგაცრუება უკვე გადალახვის პროცესში ხართ. თუ სწორ მდგომარეობაში ხუთიანი თასი ჯერ კიდევ მიუთითებს იმას, რომ წარსულში ხართ ჩარჩენილი და წარსულზე ფიქრით, ამობრუნებულ მდგომარეობაში, ამობრუნებულ პოზიციაში, ჩემო ძვირფასებო, ეს არის მდგომარეობა, როდესაც უკვე აანალიზებთ და ხვდებით იმას, რომ საჭიროა გადალახვა, საჭიროა ის რესურსი, რაც გაქვთ, ხო, გამოიყენოთ და ბოლომდე როგორ გითხრათ, იცით, ანუ ცდილობთ უკვე რაღაცნაირად, რომ გადალახოთ ის რთული პერიოდი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში იყო. შესაძლოა თქვენს ცხოვრებაშიც და თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების ცხოვრებაშიც უკვე ნახეთ ცხრიანი ხმლის ენერგიებშია მცდელობა აქ თქვენ ურთიერთობაში, რომ რაღაცნაირად მოიშუშოთ ის ძველი ტკივილები და გამოხვიდეთ იმ გულგატეხილობიდან და იმედგაცრუებიდან, რომელიც წარსულში გქონდათ, მაგრამ ჯერჯერობით ეს პროცესი და ეს ფაზა, ასე ვთქვათ, დასრულებული არ არის, ჩემო ძვირფასებო. რაღაც ტკივილი ისევ მოქმედებს წარსულიდან. თუმცა გადალახვის რაღაც მცირე ნაბიჯები შეიძლება ითქვას, რომ და ასე ვთქვათ, ახალი ურთიერთობის დაწყების რაღაც მცდელობა და შანსები თითქოს უკვე არის, მაგრამ ჯერჯერობით ბოლომდე წარსულის ტკივილები არ არის მოშუშებული, მაგრამ მცდელობა იმის, რომ რაღაცა შეიცვალოს ორივე პარტნიორის ცხოვრებაში, ამის მცდელობა არის უკვე. ასეთია თქვენი ურთიერთობა ამ ეტაპზე. ვნახოთ შემდეგი კითხვა, რას ფიქრობს პიროვნება თქვენზე, რას ფიქრობს და შვიდიანი ხმალი, ჩემო ძვირფასებო. შვიდიანი ხმალი როგორი მომენტია? ამ კონკრეტულ კითხვაში შეიძლება თარგმნოთ როგორც, წავიკითხოთ როგორც როგორ გითხრათ, პიროვნება ფიქრობს, რომ რაღაც სიფრთხილეს იჩენთ ან თქვენ ან თვითონ ცდილობს რაღაცნაირად, რომ სიფრთხილე გამოიჩინოს თქვენთან მიმართებაში, ხო? აქ არის რაღაც უნდობლობა, შესაძლებელია ფიქრობს, რომ თქვენ მაინც და მაინც არ ენდობით მას. რაღაც ფარული მოქმედებები, შესაძლებელია ინტერესი არის, რა თქმა უნდა, და
ასე ვთქვათ, თვალიერება, უფრო სწორად თვალიერება, ხო? შეპარვით ერთმანეთზე რაღაც ინფორმაციის გაგების მცდელობა, მაგრამ აქ პიროვნება ფიქრობს, რომ შესაძლოა ან ცდილობთ ჯერ რაღაც სიფრთხილეს იჩენთ, ღიად კონტაქტს, ასე ვთქვათ, შესაძლოა ერიდებით თქვენც და შესაძლოა ის პიროვნებაც, ხო? ანუ ჯერჯერობით რაღაც არის აქ ისეთი ფაქტორი, რაც მიუთითებს სიფრთხილეზე, ფარულობაზე და რაღაც ეჭვებზე იმ მხრივ, რომ შესაძლოა ბოლომდე ერთმანეთს ვერ ენდობით და ასეთივე შთაბეჭდილება აქვს თქვენზე, რომ ფიქრობს ის თქვენზე, რომ ბოლომდე არ ენდობით მას, ბოლომდე მისი, როგორ გითხრათ, იცით, არის რაღაც გამოუთქმელი თქვენ შორის დაფარული, რომელიც ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ხო? ვერ გაგირკვევიათ ერთი სიტყვით, ამ არკანში არის ზუსტად აი ესეთი ენერგია, რომ რაღაც არის თქვენს შორის გაურკვეველი და ვფიქრობ ეს არის უფრო ამ კონტექსტში შესაძლოა ეს არის სიფრთხილეს იჩენთ მასთან ურთიერთობაში, მასთან და ასევე არ ასაჯაროებთ, ხო? არ ასაჯაროებთ, არ ახმაურებთ სხვა თვალისგან რაღაც დაფარულად ხდება ეს პროცესი, ეს ურთიერთობა, ეს არ ვიცი, მიმოწერა თუ შეხვედრა, ერთი სიტყვით, აი ესეთი ფიქრებია აქ ჩემ ძვირფასებო. მე ვერ ვიტყვი, ну საერთოდ შვიდიანი ხმალი ასოცირდება უკაცრავად მაინც არ აქვს ისეთი განმარტება, ამ კონტექსტში მე ვფიქრობ, რომ იჩენთ სიფრთხილეს და ცოტა უნდობლობის მომენტია აქ ჩემს კარგებო. მოდი ვნახოთ რა ემოციას განიცდის თქვენთან ურთიერთობის ან ფიქრის დროს, ხო? აქ ნახეთ ამოვიდა ორიანი კვერთხი. იცით როგორი მომენტია პიროვნებას, რაღაცნაირად ფიქრობს, რომ თქვენთან ურთიერთობა კი აქვს რაღაც გარკვეული გეგმები, როგორ გააკეთოს, რანაირად მოიქცეს, ხო, სამოქმედო გეგმა თითქოს, მაგრამ არის ჯერ კიდევ მიაჩნია სირთულედ, მიაჩნია დაწყება, ხო, კარგად აქვს პიროვნებას გააზრებული, ეს ცოტა სხვანაირი დასტაა ჩემს ძვირფასებო, თუ კლასიკურ დასტაში ორიანი კვერთხი, რაღაც გეგმები და რაღაც ჩანაფიქრების ჯერ კიდევ პროცესია, აქ უკვე დაწყებულია პროცესი, მაგრამ კარგად იაზრებს იმას, რომ ხდება იმას, რომ ადვილი არ იქნება იმ ურთიერთობის დაწყება და ასე ვთქვათ აქტიურ ფაზაში გადასვლა უკვე კარგად აცნობიერებს ამ მომენტს ეს პიროვნება. რა ხდება, რომ შესაძლოა ბევრი სირთულე შეხვდეს და წინაღობა გზაზე, რომ რაღაც შედეგამდე მივიდეს და რაღაც თქვენი ურთიერთობა უფრო გაღრმავდეს, ხო, რაღაც არის შემაფერხებელი ფაქტორები, თუმცა მზაობა აქვს იმის, რომ რაღაც მოიმოქმედოს და რაღაც ნაბიჯები გადმოდგას, მაგრამ კარგად იაზრებს, რომ ეს იქნება რთული. შემდეგი კითხვა. მისი რეალური ინტერესი თქვენთან მიმართებაში როგორია? 9-იანი პენტაკლი. ნახეთ, ეს ჩემო ძვირფასებო როგორი არკანია. იცით რა არის, ადამიანი რეალური სწრაფები და რეალური ინტერესი როგორია, როგორ გხედავთ? წარმატებულ პიროვნებად გხედავთ, მისთვის მნიშვნელოვანი ხართ, შესაძლოა დამოუკიდებელი ხართ, მაგრამ ასევე პიროვნებას წარმოუდგენია თავისი თავი თქვენს გვერდით. მისთვის მიმზიდველი პიროვნება ხართ, ყველანაირად შემკული, შესაძლოა მატერიალური კუთხითაც ფეხზე მხარად დგახართ. ერთი სიტყვით ხიბლავს თქვენი დამოუკიდებლობაც, თქვენი მდგომარეობაც და ყველაფერი, მაგრამ შესაძლებელია იცით რა არის, ხო, აი კლასიკურ დასტაში ცოტა სხვანაირი 9-იანი პენტაკლია. აქ უკვე ორივე წყვილი ერთად არის და იზიარებენ იმ რესურსს, რაც გააჩნია. ხო, ვფიქრობ ეს ამ დასტაში, როგორ წავიკითხავ ამას და როგორ რას ვგრძნობ, ჩემი შინაგანი ინტუიცია მკარნახობს, რომ პიროვნება თვლის იმას, რომ იმსახურებს თქვენნაირ, ასე ვთქვათ, ქალბატონს თუ მამაკაცები მიყურებთ, პირიქით შეაბრუნეთ თქვენაირ პარტნიორს, ასე ვიტყვი, ხო? და მზად არის თითქოს რაღაცნაირად, რომ იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, იცით, მზად არის თქვენს მოსაპოვებლად, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ მიმზიდველი პიროვნება ხართ თქვენ მისთვის, ყველანაირად, როგორც გარეგნობით, ასევე თქვენი ღირსებებით საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებით ამ პიროვნებისთვის.
ნახოთ შემდეგი რა ზრახვები ამოძრავებს. მოდი აი ზრახვები რა იქნება ძალიან მაინტერესებს, რა ზრახვები ამოძრავებს ამ პიროვნებას, ხო? ანუ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების ზრახვები თქვენთან მიმართებაში და აქ ამოვიდა 10-იანი ხმალი, ჩემო ძვირფასებო. აქ როგორი მომენტია, იცით, აქ შესაძლებელია იყოს იმაზე მინიშნება, რომ პიროვნება უკვე ემოციურ ან მენტალურ მიგვითითებს იმაზე, რომ მისი მენტალური ან რაღაც ემოციური მდგომარეობის დასასრულზე მიუთითებს ეს. ნუ გაცრავად, ეს ადამიანი შესაძლოა უკვე ცდილობს, რომ გამოვიდეს იმ რთული ფაზიდან, რაც მის ცხოვრებაში, რაც მას გადახდა, ხო? ზრახვები რა შეიძლება იყოს? საკუთარი ტკივილისგან გათავისუფლება, ჩემო ძვირფასებო, 10-იანი ხმალი. პიროვნება, როდესაც განადგურებულია, ხო, მაგრამ უკვე ცდილობს გამოვიდეს, დაასრულოს, წერტილი დაუსვას თავის წარსულს და გამოვიდეს აი ამ ტკივილის მდგომარეობიდან. შესაძლებელია იცით ცუდად ჟღერს, მაგრამ თქვენ მას ასე ვთქვათ, თქვენთან მიმართებაში რა ზრახვები აქვს? თქვენთან ურთიერთობა მისთვის არის რაღაცნაირად შვება და შესაძლებელია ამ ურთიერთობას ფიქრობს, რომ გამოადგება მას იმისთვის, რომ დაეხმარება, ასე ვთქვათ, წარსულის ტკივილებიდან გამოვიდეს. ნუ ვფიქრობ, ეს მართალია არ არის რაღაცა თითქოს ცუდად ჟღერს, ხო? თითქოს რაღაცნაირად მის მიმართ როგორ გითხრათ, იცით, თქვენს მიმართ უბრალოდ თქვენი ცუდად ჟღერს, მაგრამ არ ვიცი რანაირად ვთქვა. თქვენთან ურთიერთობა, ცდილობს, რომ თქვენთან ურთიერთობით დაივიწყოს თავისი წარსული. ვფიქრობ, რომ მაინც თავისი ინტერესებიდან მოქმედებს ეს პიროვნება, თავისი საკუთარი ტკივილის დავიწყება უნდა თქვენთან ურთიერთობის. ეს რაღაცნაირად მგონია, რომ არ არის მაინც ჯანსაღი დამოკიდებულება, ჩემო ძვირფასებო. დანარჩენი დასკვნები თქვენ თავად გააკეთეთ. მოდი ვნახოთ, რა უნდა იცოდეთ ამ პიროვნებაზე. ამოვიდა ქურუმი ქალი, ნახეთ, ქურუმი ქალი რაზე მიგვანიშნებს? მიგვანიშნებს იმაზე, რომ შესაძლებელია ამ პიროვნებას ბევრი რამ აქვს წარსულთან ისეთი დაუმთავრებელი, ასე ვთქვათ, დაუმთავრებელი საქმე წარსულიდან, ხო? შესაძლოა აქვს რაღაც ბევრი საიდუმლო, რომელსაც არ ამშღავნებს ჯერ კიდევ. არის რაღაც მომენტები, რაც შესაძლებელია თქვენ ეს არ იცით მის შესახებ და პიროვნებას საგულდაგულოდ მალავს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს ძალიან მალე გამოაშკარავდეს, ხო? ყოველ შემთხვევისთვის ეს რაღაც ერთგვარი მინიშნებაც არის, რომ თქვენ საკუთარ ინტუიციას ენდეთ, ჩემო ძვირფასებო, და ინფორმაციას, რომელიც ჯერჯერობით შესაძლებელია ამ მომენტისთვის არის დახურული, მალე შესაძლოა გაირკვეს ყველაფერი და ან თქვენს მინიშნებაა, რომ თქვენ ეცადოთ რაღაცნაირად რომ გაიხსნას ბოლომდე, ხო? პიროვნებას აქვს ჯერჯერობით რაღაც მომენტები წარსულიდან, რომელიცაც არ სხვებისთვის მიუწვდომელია და ასევე თქვენთვის რა და აი ეს მომენტია ძალიან ბევრი არის დაფარული მასში. საიდუმლო, რომელიც შესაძლოა თქვენ არ იცით და მინიშნებას და ერთგვარი რჩევაც არის, რომ ყველაფერი კარგად გაარკვიოთ და ვნახოთ შემდეგი როგორ გაგრძელდება ურთიერთობა 2 თვის ვადაზე ან თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პერიოდში როგორ გაგრძელდება და ეს არის 7-იანი პენტაკლი, ჩემო ძვირფასებო. 7-იანი პენტაკლი, ეს ბარათი აჩვენებს რაზე მიგვანიშნებს ეს არკანი. მოლოდინის რეჟიმზე, იმედგაცრუებაზე, მოთმინებაზე ჯერ კიდევ არის მომენტი, გრძელდება, კარგი ხანი გაგრძელდება რაღაც ერთმანეთის, ასე ვთქვათ, შეფასების პერიოდი. ერთმანეთს როდესაც აფასებთ, ჩემო ძვირფასებო, ხო? შესაძლოა გაიგოთ კიდევ რაღაც ინფორმაცია მასზე და ერთმანეთზე და აქ არის ჯერჯერობით კიდევ ერთმანეთზე დაკვირვება, ლოდინი და შეფასების პერიოდი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს ჯერ კიდევ კარგი ხანი, ჩემო ძვირფასებო. პროცესი, ნუ როგორ გითხრათ, იცით, თქვენი ურთიერთობა გაგრძელდება, მაგრამ ეს პროცესი იქნება ნელი, ბევრი ფიქრით, ბევრი აწონ-დაწონვით, რომელიც მოითხოვს მოთმინებას, დროს და ასე შემდეგ. სანამდე არ მოვა თქვენთან ის სრული დარწმუნება, სრულად სანამ არ დარწმუნდებით იმაში, რომ
ერთმანეთისთვის ხართ და ერთმანეთი გჭირდებათ, ჯერ კიდევ ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება. აი ესეთია პერსპექტივა, ხო, პერსპექტივა არსებობს, მაგრამ ძალიან ნელი, რომელიც მოითხოვს მოთმინებას და სიფრთხილეს, ასევე შემოძვირფასებო დაკვირვებას, რომ არ მოხდეს იმედგაცრუება, რომ არ მოხდეს ისევ რაღაც წარსულის შეცდომები. აი ესეთი იყო შემოძვირფასებო ეს გაშლა, მოკლე თუ გრძელი არ ვიცი, ვისთვის როგორ, მაგრამ ძალიან მაინტერესებს გამომეხმაურეთ, ვის როგორ დაგეხმარათ ეს პროგნოზი, შემოძვირფასებო. გავიმეორებ ისევ, რომ არჩევანს ყოველთვის თქვენ აკეთებთ და ასევე შესაძლებელია პროგნოზის ცვლილება მოხდეს თქვენი ან თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების ქმედებების ცვლილებით, შემოძვირფასებო, თუ რაიმეს შეცვლით თქვენს მოქმედებაში, თქვენს ფიქრებში, თქვენს ასე ვთქვათ გეგმებში, რა თქმა უნდა, პროგნოზიც შეიცვლება, ისე რომ ძალიან მაინტერესებს გამომეხმაურეთ, რამდენად რეზონირდა, როგორ მოგეწონათ მსგავსი გაშლა და კიდევ რა თემებზე გსურთ. და კიდევ მინდა გითხრათ, თუ სურვილი გაქვთ ვინმეს ჩემთან დაკავშირებით, გამომეხმაურეთ, დამიტოვეთ, ასე ვთქვათ, თქვენს სურს და მე ყველაფერს, ასე ვთქვათ, შევეცდები, რომ მოგაწოდოთ ჩემი საკონტაქტო და დამიკავშირდებით შემდეგ. შევთანხმდებთ ყველაფერზე და სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა. მადლობას მოგახსენებთ და ნახვამდის.